ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს ბრალი წარუდგინოს კუბის ექს-პრეზიდენტს რაულ კასტროსა და კუნძულოვანი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს. CBS-ის ინფორმაციით საუბარია 1996 წელს განვითარებულ მოვლენებზე, რადგანაც კუბის თავზე ჩამოაგდეს ორი თვითმფრინავი, რომელიც რეპრესიების გამო ქვეყნის დატოვების მსურველ ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებოდა და ერთ-ერთ ორგანიზაციას ეკუთვნოდა. იმ პერიოდში კუნძულოვანი სახელმწიფოს შეერებულ ძალებს სწორედ რაულ კასტრო ხელმძღვანელობდა. ანალიტიკოსების ცნობით, თუ კი ამერიკული მხარე მართლაც გადაწყვეტს უმცირე ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი 94 წლის ექს-პრეზიდენტისთვის ბრალდების წარდგენას, ეს იქნება აღქმული როგორც კუბაში ვენესუელის 2026 წლის 3 იანვრის სცენარის გამეორება და ვაშინგტონის მხრიდან ჰავანაზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ და ხაზგასმით ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ კი მუქავის შემცველი რიტორიკით აცხადებდა, რომ სურს კუბის კომუნისტური ხელისუფლების დამხობა. სულ ბოლოს ამ საკითხზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ვისით თქმითაც, ყველა ის ეკონომიკური პრობლემა, რომლითაც კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა იტანჯება, სწორედ არაკომპეტენტური კომუნისტური მმართველობის დამსახურებაა. მანვე თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა დაეხმაროს კუბას 100 მილიონი დოლარით იმ პირობით, თუ ამ თანხას მოსახლეობას კათოლიკური ეკლესია უწოდებს და არა პოლიტიკური მაღალჩინოსნები. მიუხედავად მსგავსი დაძაბულობისა, ჰავანასა და ვაშინგტონს შორის საკმაოდ მაღალ დონეზე გრძელდება მოლაპარაკებები. 13 მაისს კუბაში დაეშვა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ჯონ რედკლიფის თვითმფრინავი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის შეხვდა კუბის დაზვერვის უფროსს რამონ რომერო კურბელოსა და სხვა მაღალჩინოსნებს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია, ისე როგორც მანამდე ამერიკულ მხარესა და კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას კანელს შორის შეხვედრა. პარალელურად ვაშინგტონის ბლოკადა სულ უფრო დიდ ტვირთად აწვება კუნძულოვანი ქვეყნის მოსახლეობას. მაცივარი არ ყინავს, რადგან დენის პერიოდულად გათიშვა მძრავი გადაწვა. არაფერი აღარ მუშაობს. ეს ყოველდღიურად ხდება. გუშინ საღამოს გაითიშა ელექტროენერგია და მომდევნო დღემდე აღარ ჩართულა. ფიქრობ, ვითარება მხოლოდ გაუარესდება, თუ კი ამ ხელისუფლების პირობებში დავრჩებით. ის ცოტაოდენი საჭმელი რაც გვაქვს მალე ფუჭდება, რაც ყველაზე აუცილებელია მხოლოდ იმას ვყიდულობთ. პენსიაზე ვარ, იცით რამდენს ვშოვლობ? 3056 პესოს, ანუ $6. კუბის ენერგეტიკის მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰავანაში ნავთობის მარაგები ამოიწურა, რასაც განსაკუთრებით ხელი შეუწყო ვენესუელიდან ტრანსპორტირების შეჩერებამ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ.